დღეს არის შაბათი 18 ივლისი საეკლესიო კალენდრი დღეს არის 5 ივლისი და ეხლა რომულუსის შესახებ უნდა მოგიყვეთ რომულუსის ეს გვიანდელი გამოსახულებაა გვიანდელი მაგრამ ერთადერთი ფაქტი ყველაზე ესეთი ფრა ბეატო ანჯელიკო რომლის სახელი არის გვიდო დი პიეტრო 1423-1424 წლებში არის შექმნილი ეს გამოსახულება და ეს არის ფიეზოლას ეპისკოპოსი ეხლა რა საინტერესო ამბავია ეს არის ფიეზოლას პირველი ეპისკოპოსი ეს ფიეზოლა ესე იგი ეს არის ფიეზოლა არის ქალაქი იტალიაში ტოსკანის მხარეში ფლორენციასთან 8 კილომეტრი არის ახლოს და რაღაც ამაღლებული ადგილია ქვეშ მდინარე არნო რაღაც ულამაზესი ადგილია მოკლედ ამის პირველი ეპისკოპოსია რაც იმას ნიშნავს რომ ესეთი ტრადიცია აქვს რომ ეს არის პავლე უკაცრავად პეტრეს მოწაფე ესე ითვლება რომ ეს არის პეტრეს მოწაფე ეხლა რა მოხდა მოკლედ გამეორდა ამ რომულუსის ესე ქვია რომულუსი იმიტომ ქვია სახელად იმიტომ ქვია რომულუსი რომ რომულუსის ისტორია ეს ცნობილი ისტორია ესე ჩვენთვის გასაგებ ენაზე რომ თქვათ მაუგლის ისტორია გამეორდა მაუგლია ფაქტიურად გლებთან იზრდებოდა ბავშვი ხო და რაღაცა განსაკუთრებული ბავშვის შესახებ გავრცელდა ამბავი რომ გლების ხროვაში ბავშვია და მოკლედ იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურამდე არა უკაცრავად რა დროს დიოკლეტიანე ნერონი პირველი საუკუნე ნერონის ყურამდე მივიდა და არც ესეთი უცნაური გადმოცემა არის რომ ნერონი თხოვს პეტრეს დახმარებას წარმოიდგინეთ ისე ხო აწამა მაგრამ აიც რაღაცა არ ვიცი ხა ეს რამდენად თქო მაგრამ ყოველში პეტრემ იპოვა ეს ბავშვი ტყეში თავის დამხმარეებთან ეძებდა და მოკლედ პეტრემ ეს ბავშვი აღმოაჩინა ტყეში წამოიყვანა გაზარდა ასწავლა და 8 წლის იყო ბავშვი უკვე როდესაც ქადაგებდა და სასწაულთ ქმედებდა და ეშმაკებს განასხამდა პეტრეს ხელში გაზრდილი ბავშვია და რომულუსი სავარაუდოდ ამიტომ დაარქვეს იმიტომ რომ მაშინ ეს ისტორია ძირთად რომულუსთან დაკავშირებით იყო თქვენ იცით ეს ისტორია აღარ მოყვები ამას რომის დაარსების იმაზეა რომულუსი და რემუსი რომის დაარსების ისტორიაზე ელაპარაკი და დაარქვეს ბავშვი რომულუსი გაიზარდა ეს რომულუსი ესეთი ახალგაზრდა და მოკლედ იქადაგა ქადაგებს ეს ბავშვი თან და წამოიზარდა რა თქმა უნდა და ამ ფიეზოლაში იქადაგა სუტრი ფლორენცია პისტოინო და ბოლოს უკვე იმპერატორ დომიციანეს დროს შეიპყრეს და რაც არის ესე იგი მეტი არაფერი არ არის ცნობილი და მასთან ერთად აწამეს კარისიმუსი დუკლისიმუსი და კრესცენტიუსი და ამიტომ რაც მოგიყევით ამის გამო ხშირად გელთან ერთად გამოიხატება გვიანდელი მისი ხატები არსებობს ხატები ნახატები მაგალითად ძალიან ცნობილი სახელოსნო იყო ჯოვანი დელარობიას სახელოსნო იყო ეს არის მე-15 საუკუნე და ეს მე-4 შთამომავალი ამ თავარი დამაარსებელი დელარობიასი ჯოვანო დელარობია თამხატვარი კერამიკოსი და ამას ყავს გამოხატული და მე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ესე იგი ვიზე ვისაუბრეთ და ვისვევედრებით დღევანდელ დღეს ესენი ეს რომულუსიდან რომულუსი ხვალ არის ხსენება ისაურის დიაკონის და ინოკენტის და ამათის ხსენება ხვალ არის დანარჩენი წმინდანების დღეს იყო და მსევერინისაც ხვალ არის ანუ 6 ივლისის საეკლესიო კალენდრით